უკვე ტრადიციულად მესამედ იმართება დაცული ადგილწარმოშობების დასახელების ფესტივალი ბოლნისში. მოგეხსენებათ, რომ ბოლნისი თავად გახლავთ დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, ერთ-ერთი შედარებით ახლა დარეგისტრირებული 21 საუკუნეში დარეგისტრირებული ადგილწარმოშობაა. ზოგადად დაცული ადგილწარმოშობი და ადგილი ვენახის წარმომავლობა, ყურძნის წარმომავლობა უმნიშვნელოვანესია მევენახეობა მეღვინეობის დარგში. ღვინის ხარისხი არის ძალიან და პირდაპირ მიბმული სწორედ წარმოშობის ადგილის მცნებას. ეს ამავდროულად არის ის მარკეტინგული საშუალება, ის მარკეტინგული ბრენდი, რომლის საშუალებითაც ხდება შემდგომში კომუნიკაცია მომხმარებელთან, ღვინის წარმოჩენა, მისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა და ეს ფესტივალიც ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ფესტივალები იმართება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გვაქვს პროგრამა ქართული ღვინის ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაციის, რომლის ფარგლებშიც ხდება სწორედ ამგვარი ფესტივალების მხარდაჭერა. წელს უკვე მესამედ ტარდება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ფესტივალი მთელი საქართველოდან ბოლნისში. ამ ფესტივალის დანიშნულება არის პოპულარიზაცია გაუწიოს მაღალი ხარისხის, მაღალი კლასის ღვინოებს, რომელსაც განეკუთვნება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები და უკვე ნელ-ნელა პოპულარული ხდება ყოველწლიურად ეს ფესტივალის და დაცული ადგილწარმოშობის სეგმენტიც, იმიტომ რომ თუ შარშან იყო 29 ადგილწარმოშობა, ან კიდე 2019 წელს თუ იყო 20 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები, ახლა არის უკვე 32 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და რაც უფრო დრო გადის, ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ კიდევ უფრო მოემატება, აქ საქმე არ არის სიმრავლეში, საქმეა ხარისხში და ქართველმა მეწარმეებმა უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ხარისხს აქვს უპირველესი მნიშვნელობა და ზუსტად ამის დიდი მხარდამჭერი არის ღვინის ეროვნული სააგენტო, რომ ხარისხს ექცევა ყურადღება. წელს პირველად ვიღებთ მონაწილეობას ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ფესტივალზე. წარმოდგენილი გვაქვს ბოლნისის კაწითელი, როგორც კლასიკური მეთოდით, ასევე ქვევში დაყენებული, ხვანჭკარა და ახმეტის მწვანე. მნიშვნელოვანი არის ეს ფესტივალი, იმიტომ არის მაინც სეგმენტირებული, ანუ ადგილწარმოშობებზე ორიენტირებული და ძალიან საინტერესოა, ვთქვათ, ვიცნობდეთ ადგილწარმოშობებს და ასევე პოპულარიზაციის მიზნით თავისი შინაარსით, თავისი თვისებებით და ამ კუთხით არის ძალიან საინტერესო, რომ გავიცნოთ ადგილწარმოშობა და აღმოვაჩინოთ ის განსხვავებები, ვთქვათ, რაც შეიძლება რომ მას თან ახლავდეს. დაცული ადგილწარმოშობა არის ძალიან საინტერესო, იშვიათი და ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი განვითარება. ჩვენ წარმოდგენილი ვართ ნაფარეული წითელი, ნაფარეული თეთრით. კონკურსის შედეგებს ველოდებით და შესაბამისად ძალიან გამიხარდება.